მოგესალმებით, დღეს არის e-commerce reviews შემდეგი ეპიზოდი და სტუმრად ვართ ყოველთვის ესეთ ცნობილ ლოგისტიკურ კომპანიასთან, ეს არის Onex Georgia. Onex Georgia-მ სულ ახლახანს გადადგა ახალი ძალიან სერიოზული ნაბიჯი, ჩვენ ასოციაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რაღაც საკითხებზე, e-commerce ასოციაციასთან ერთად და მოკლედ ქართველ მეწარმეებს და ბიზნესებს მისცა შესაძლებლობა რომ სომხეთის ბაზარზე გაიტანონ და გაყიდონ თავისი პროდუქცია. ანუ ექსპორტის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყოველგვარი ზედმეტი ინვესტიციების გარეშე. მიშა სტეფანიანი, Onex Georgia-ს გენერალური დირექტორი არის ჩვენი მასპინძელი და მოდით გავიგოთ დეტალები. მიშა, მოგესალმები კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თუ შეიძლება რომ მომიყვე, აი როგორ წამოვიდა ეს ყველაფერი, საიდან დაიწყო ეს, ის ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ e-commerce-ისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯი არის ამ ბოლო პერიოდში, რა, იმიტომ რომ რაღაც ისეთ სერიოზული არაფერი არ მომხდარა ამ მიმართულებით. მადლობა, დადო, მეც მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. და უკვე კარგი ხანია Onex Georgia ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მანამდე გქონდა მარტო ესე ვთქვათ ერთი მიმართულება, იმპორტის მიმართულება, მაგრამ ჩვენი ბოლო ერთობლივი სამუშაო პროცესიდან გამომდინარე ჩვენი აზრების საერთო განხილვის შედეგად ჩვენს და თქვენს დიდი წვლილი შევიტანეთ ჩვენ საერთო მიზნებისთვის და e-commerce საქართველოსა და Onex Georgia-ს საერთო ხედვებმა ესე ვთქვათ საფუძველი გახდნენ იმისთვის რომ Onex Georgia-მ დაიწყოს უკვე ექსპორტის მიმართულება საქართველოდან ესე და ყველაზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის არის რომ online გაყიდვებს მივცეთ შესაძლებლობა ერთობლივი სახალისხმებით თავიანთი პროდუქცია online გაყიდვის მეშვეობით გაყიდონ ახალ საერთაშორისო ბაზარზე. ერთ-ერთი ძალიან განვითარებად ქვეყნებში ყველამ ვიცით რომ დღესდღეობით ძალიან აქტიურად არის ეს online ვაჭრობა და ამ ნაწილში უკვე Onex-ი მზად არის დაიწყოს თქვენთან ერთად, თქვენთ დახმარებით უკვე აღნიშნული პროცესების მოგვარება. ძალიან მაგარია, მიშა ძალიან მიხარია რა და იმასაც გახსნილად ვიტყვი, რომ უკვე არაერთი კომპანია და ბრენდი დაგვიკავშირდა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, არის ძალიან დიდი ინტერესი. ფაქტიურად გამოდის, რომ ასე ვთქვათ, online მოვაჭრეებს ემატებათ კიდე 3 მილიონიანი ბაზარი, რაც ძალიან დიდი პლუსია. აქ ზუსტად სომხეთის მიმართულებაზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული. ნახეთ როგორი სიტუაციაა უკვე e-commerce პლატფორმებზე, ხო? ყველამ ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში ძალიან სწრაფად მზარდი ტემპებით განვითარდება online ვაჭრობა. თუნდაც საქართველოშიც, თუნდაც სხვა ქვეყნებშიც ძალიან დიდი ნაკადია უკვე ინტეგრირებული, ესე ვთქვათ, მოხმარებლების მხრიდან online შესყიდვებზე. და აქ უკვე ჩვენ ამ ნაწილში დიდად ვეხმარებით იმ ფაქტორს, რომ შეგვიძლია ადგილობრივ ბიზნესს მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქცია გაყიდონ საერთაშორისო ბაზარზე, ამ შემთხვევაში სომხეთის ბაზარზე. სომხეთის ბაზარი არანაკლებად განვითარებულია ამ მიმართულებით, რომელიც ძალიან ესე გაგვახარებს, რომ უკვე სომეხ მოხმარებელსაც აქვს online shopping-ის გამოცდილება და რაღაც ნაწილში უკვე ადგილობრივ ქართულ e-commerce-ზე არსებობს ის ტენდენცია, რომ ვისაც შეუძლია online გაყიდვა, უკვე აღარ ეყოფა ადგილობრივი ბაზარი და ზუსტად ამ ნაწილში ჩვენც დავეხმარებით, რომ კომპანიების ზრდის ტემპები ძალიან არ შეჩერდეს, არ გაჩერდეს და უფრო დაიწყონ ახალი
ჩელენჯების მიღებაზე და ახალი ბაზრის ათვისებაზე. კი, ნამდვილად ძალიან კარგი პროექტი არის. მიშა, პროექტზე მუშაობის პერიოდში რა გამოწვევებს შეხვდით, რა დაბრკოლებები იყო? კი, ამ ნაწილში ჩვენ კომპანიას უკვე დიდი გამოცდილება აქვს არსებული ლოჯისტიკური სისტემაში, მიწოდების სისტემაში, ინტეგრაციის სისტემაში, AI ინტეგრაციის სისტემაში და ჩვენ ზუსტად ის კომპანია ვართ, ვისაც უკვე აქვს შესაძლებლობა რესურსები ძალიან მარტივად და მოხმარებლისთვის, პროვაიდერისთვის გააკეთოს ისეთი მართვის პროცესები, რომელიც უბრალოდ ძალიან ადვილია. აი, მეტი არაფერია მან დასამატებელი. ჩვენ ლოჯისტიკის გამოყენებით, ჩვენი ჭკვიანური მოქნილი სისტემის დანერგვით ვაძლევთ ქართულ ბიზნესს გამოიყენონ გაღიდვის შესაძლებლობა სომხეთის მიმართულებით. ხო, ფაქტიურად ძალიან მარტივად ონლაინ მაღაზიები შეძლებენ ინტეგრაციას თავის საიტზე, რომ აქ როგორი სიტუაციაა, ნახეთ. ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტი დატვირთულობა მივიღოთ ჩვენზე, რომ ონლაინ გამყიდველს მარტო თავისი რესურსი დახარჯოს თავისი გაღიდვების გაზდაზე და ჩვეულებრივი კონტროლის მექანიზმებზე. აქ საუბარია იმაზე, რომ არც ერთ პროვაიდერს, ამ შემთხვევაში ქართულ e-commerce მწარმოებელს არ ჭირდება დიდი ინვესტიციის გამოყენება, ინვესტიციის ჩადება ამ პროექტებში. არც ერთი ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აღარ არის საჭირო. ეს ყველაფერი უკვე ჩვენზე გვაქვს აღებული, ჩვენი ლოჯისტიკური სისტემით, ჩვენი სასაწყობე ფუნქციებით, ჩვენი მიწოდების, აღების მიმართულებით და უბრალოდ ჩვენ გვინდა აი ამ ნაწილი რო ჩვენ დავფაროთ, დანარჩენი ნაწილი ჩვენი ქართველი ბიზნესმენები მარტო იზრუნონ ახალი ჩელენჯების მოგვარებაზე, ახალი გაღიდვების რაოდენობის გაზდაზე და რომ აღარ კონდეთ ამათ განვითარების ტემპების შეჩერება. ძალიან მაგარია. მე ფაქტიურად მინდა ისიც აღვნიშნო, რომ როდესაც თქვენი კომპანიის სათავო ოფისში ვიყავით ერევანში სტუმრად, რა, ფაქტიურად გაოცებული დავრჩი, იმიტომ რომ ძალიან ტექნოლოგიურადაც ძალიან წინ ხართ ბევრ კომპანიაზე, რა და ესეც ნუ ერთგვარი კონკურენტული უპირატესობაა, რა. დიახ. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე საერთაშორისო გადაზიდვებში. არა მარტო, ნუ ჩვენი სათავო ოფისი, როგორც აღნიშნეთ თქვენ არის სომხეთის რესპუბლიკაში, ჩვენ ვართ იმის შვილობილი კომპანიები რამდენიმე ქვეყანაში, რომელიც ძალიან სტაბილურად ფუნქციონირებთ რამდენიმე ქვეყნის მასშტაბზე და აქედან გამომდინარე ჩვენ გეოპოლიტიკურად, ესე რომ დავარქვათ, ძალიან დიდი რესურსები გვაქვს ამ შემთხვევაში სწრაფად და მარტივად მოვაგვაროთ ქართული გაღიდვების გაზდაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ სომხეთის მიმართულებაზე. ამ ნაწილში უფრო დეტალებში შეიძლება არ ჩავიდეთ, რომ მარტივი ენით ვთქვათ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ცოცხალი ლოჯისტიკური სისტემა, რამაც შესაძლებლობას გვაძლევს სწრაფად და მარტივად მივაწოდოთ არამერთ პირველ მეილზე, ესე ლოჯისტიკურ სისტემაში ესე არის მიღებული last mail და first mail. ორივე ნაწილში ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და აქ ზუსტად ჩვენი ონექსის გუნდი ქართულ ბიზნესს დაეხმარება იმით, რომ მარტივად თვალი ადევნონ თავიანთ გაღიდვებზე, როგორ განვითარდება, როგორ გაიზრდება გაღიდვების რაოდენობა და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ონექსის გუნდი ძალიან სწრაფად, ოპერატიულად დაეხმარება არა მარტო მოხმარებელთა მხარდაჭერის ანუ პრობლემების ან შეკითხვების მიმართულებით, არამედ IT ინტეგრაციის კუთხითაც, რომელიც დღესდღეობით წარმოუდგენელია განვითარებად
ტენდენციის პირობებში. Რა თქმა უნდა, აქ ყველაზე გავრცელებული ფორმა AI მიმართულებაც არის, რომელიც ძალიან დიდ რამეს ნიშნავს ბიზნესის განვითარებისთვის და ყოველთვის ჩვენ მზად ვართ ვიყავით და ვიქნებით ისე რომ დავალაგოთ აი ამ ექსპორტის, გაყიდვების, ახალი ბაზრის ათვისების დახმარებისთვის. მიშა, ესეთი კითხვა მაქვს, როგორც ვიცი, მიწოდება მოხდება ზუსტად 3 დღეში. ეს გულისხმობს, რომ მაგალითად სომხეთიდან, როდესაც ადამიანი იყიდის თავშოთ საქართველოში ონლაინ მარკეტპლეისზე ან ონლაინ მაღაზიაში საქონელს ან ნებისმიერ პროდუქტს, მიწოდება იქნება ზუსტად 3 დღეში. რაც ფაქტიურად ძალიან კარგია, ძალიან ესეთი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. კი. აქ დეტალებში საჭიროა რომ ავხსნათ ჩვენ მაყურებელს, როგორ ხდება ეს ყველაფერი. პირველ რიგში საქართველო უკვე კარგი ხანია კავკასიის ქვეყნებისთვის არის ჰაბი. საფრთხო მიმართულებით. ყოველთვის ადრეც ესე იყო, ესე ვთქვათ, ეხლაც მასეა. და ჩვენ როგორც არსებული კომპანიები ყოველთვის 24/7-ზე აი ამ რეჟიმით გვაქვს ტვირთების გატანა, გადმოტანა საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთის მიმართულებით. ამას კიდე დავამატების ფაქტორი, რომ ჩვენ მიწოდების სერვისი, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბზე, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი, რომ გავაკეთოთ რამდენიმე ტიპის მომსახურება. ამ დროსთან დაკავშირებით რატომ 3 დღე? აღებაც შეგვიძლია, ანუ pick-up-ი, რომელიც ჩვენი კურიერს შეუძლია წავიდეს ადგილზე, მიიღოს ამანათი, მოიტანოს დასორტირების ცენტრში მიაწოდოს, დასორტირების ცენტრი შესაბამისი თავისი პროცედურების შემდეგ მიაწოდებს ეს კონსოლიდირებული, ესე ვთქვათ, ტვირთი საბაჟო გუნდის მიმართულებით, მიწოდების შემდეგ უკვე ჩვენი გუნდი აქტიურად ჩართული იქნება გაფორმების ზონაში თავისი პროცედურების გაკეთების მიზნით და უცებ, ესე ვთქვათ, გადადის უკვე საერთაშორისო ლოჯისტიკურ სისტემაში, სადაც პროვაიდერს შესაძლებლობა ექნება ონლაინ რეჟიმით თვალე ადევნოს თავისი გაგზავნილი საქონლის რეალურ ლოკაციაზე, რეალურ სტატუსზე და ამავე დროულად მომხმარებელს, ვინც მაგალითად სომხეთში იყიდა პარალელურ რეჟიმში, იმასაც შესაძლებლობა ექნება თვალე ადევნოს თავის საქონელზე ამ დროისთვის მდებარეობს და ყველაზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რა შეიძლება იყოს ფასი. ბაზრის კვლევის შედეგად ჩვენ დავადგინეთ, ჩატარებული კვლევის შედეგად დავადგინეთ ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში აი ამ მოქნილი ლოჯისტიკის გარეშე ცოტა წარმოუდგენელია დაბალი ფასის შენარჩუნება ამ მიწოდების პროცესში, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსი მიდის რეალურად ლოჯისტიკის სფეროში და ჩვენ გვაქვს ეს სისტემა უკვე დიდი ხანია მუშაობს და ზუსტად აი ამ ნაწილში ჩვენ შეგვიძლია ჩვენ მოხმარებლებს შევთავაზოთ პირველი ნაწილი მიწოდების და ბოლო ნაწილიც, რა თქმა უნდა, და დამატებით საბაჟო პროცედურებიც. ამ ყველაფერი რაც ჩამოვთვალეთ, ამ 3 ფაქტორის გამო ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ესეთი სერიოზული ჩელენჯი 3 დღეში ძალიან დაბალი ფასით გავაკეთოთ მიწოდება საქართველოსთან სომხეთის მიმართულებით. ძალიან მაგარი. მიშა, თქვენი აზრით ყველაზე დიდი პოტენციალი რა ტიპის პროდუქტებს ექნებათ სომხეთის ბაზარზე? უნდა აღნიშნო აქ, რომ სომხეთის მოხმარებელსა და ქართულ მოხმარებელს კულტურიდან გამომდინარე ჩვენი ძალიან გავს ერთმანეთს
ძირითადად კატეგორიის მიხედვით, რომელი კატეგორიის საქონელი უფრო მისაღებია, მაგალითად სომეხ მოხმარებელს, ხო? ამ ნაწილში ძალიან დიდი ფაქტორია, აი მაგალითად საქართველოში არსებული მოდას ინდუსტრია. აქსესუარები მან ძალიან დიდი, ესეც ყველაფერი ჩვენი კვლევის შედეგად არის მიღებული, ტანსაცმლის ბრენდები, ძალიან ბევრი ბრენდი შემოსულია საქართველოში, მაგრამ სომხეთში ამ ეტაპისთვის ჯერ არ არის და ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებული მიმართულება არის ავტონაწილების მიმართულება, რომელიც ძალიან მოთხოვნადია სომხურ ბაზარზე. და რა თქმა უნდა, ქართული ბრენდები, ადგილობრივი ბრენდები, რომელიც მიზნად ისახავს ძალიან განსხვავებული ქართული სული, ქართული კულტურა და როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ჩვენ კულტურით რახან ერთმანეთს ძალიან გავართ, ამ ნაწილში ძალიან ქართული ბრენდებიც მოთხოვნადია სომეხ მოხმარებლებთან. ძალიან კარგი. მიშა, რა არის დაუშვათ შემდეგი ნაბიჯი ქართული ბიზნესებისთვის, რომ დაიწყონ სომხეთში გაყიდვა? ოკეი. აქ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი რა არის? არსებული ონლაინ გაყიდვების მქონე ადამიანებს, ესე ვთქვათ, იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, უკვე რახან არიან ბაზარზე და ონლაინ ვაჭრობით არიან დაკავებული, აქ არ არის საჭირო საერთოდ დიდი ინვესტიციების გაკეთება, რომ შესაძლებლობა ქონდეს გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. შეუძლია უბრალოდ მარტივი, ენით რომ ვთქვათ, თავიანთ პორტალზე, ონლაინ პორტალზე დაამატონ სომხეთის მიმართულება, გააკეთონ თავიანთი მარკეტინგული მიმართულებები, გააქტიურონ დამატებითი დაატარგეტონ სომხეთზე, ასე ვთქვათ რა. დიახ. და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა არ არის საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე ფაქტორი ბიზნესის განვითარებისთვის არის ინფრასტრუქტურა და ყველას ცნობილია როგორ არის ეს ინფრასტრუქტურის ნაწილი. ანუ არსებულზე თავიანთი ბიზნესი როგორც იყო, როგორც არის, როგორც მუშაობს, ამ ნაწილში უბრალოდ საჭიროა დაკავშირება ჩვენთან და დანარჩენ ნაწილში ჩვენ უზრუნველყოფას. ყველანაირად მიეხმარებით, ასე ვთქვათ. და ყველაზე ერთ-ერთი ისევე მეორე მთავარი ფაქტორი რაშია? დამატებითი რესურსების დახარჯვა, დიდი რესურსების დახარჯვა არ იქნება საჭირო. ძალიან მაგარია. მიშა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ პროექტისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია e-commerce სექტორისთვის. მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ და სომხეთსაც ბუნებრივია ბევრი წარმატება უსურვო. მადლობა ლადო, სტუმრობისთვის, მადლობა გადაღებისთვის, ესეთი შესაძლებლობა რომ მოგვეცით ჩვენს ქართულ ბიზნესს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამჭვირვალე ყველა პროცესში, შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პროცესებს, გამარტივებულ პროცესებს, რითაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის ონლაინ პროვაიდერს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომელიც ესე ვთქვათ, არსად არ არის ჯერჯერობით და ამ ნაწილში ჩვენ აქტიურად ჩართული ვიქნებით. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ როგორც დავიწყეთ, მე და თქვენ ამ იდეაზე ჩვენი კვლევები, ჩვენი საუბრები ყოველთვის ჩვენ გქონოდა იმის იმედი, რომ ოდესმე ჩვენ გვექნებოდა ეს შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის და წინა რივიუზე თუ გახსოვთ, ჩვენ ვუთხარით, რომ კიდე დიდი სიურპრიზები გვექნება სამომავლოდ. მინდა გავაგრძელო ეს ნაწილით, არ ვჩერდებით, კიდე ჩვენ მოხმარებლებისთვის გვექნება ბევრი სიურპრიზი და ამ ნაწილში თქვენს
ასოციაციას, e-commerce ასოციაციას დიდი მადლობა, რომ აქტიურად ჩართულია ადგილობრივი e-commerce-ის განვითარებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს აკეთებთ ბოლო რესურსის დახარჯვით. ძალიან დიდი მადლობა თქვენს. მადლობა. წარმატებები. თქვენს ასევე.